დაუფასებელი კვარაცხელია, გაგიჟებული ნეაპოლი, გაბრაზებული კონტეს კომენტარი. როგორ იქნება პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობა კვარაცხელიასთან ერთად და როგორ აფასებს ბუდუს ახალი მწვრთნელი ქართველის ბუნდესლიგაში დებიუტს. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იტალიიდან, სადაც სრული სიგიჟე ხდება და ეს ყველაფერი ისევ და ისევ ქართველის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით. უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში ქართველი იმ გუნდს დატოვებს, რომელსაც მისვლისთანავე 33 წლიანი ოცნების აღდგენაში დაეხმარა და ნანატრის სკუდეტო მოაგებინა. ხვიჩა ტოვებს გუნდს, სადაც პირველივე წელს სერია-ას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ტოვებს გუნდს, სადაც იყო სერია-ას სეზონის საუკეთესო მეპასე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, არაერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, კვარაცხელია იყო ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის ღმერთის ქალაქში ყველაზე ახლოს დააყენეს დიეგო მარადონასთან. კვარადონას და მარადონას მურალებით სავსე ქალაქი ნეაპოლელებმა არ იკმარეს და ქართველთან დაკავშირებული ტატუების კეთებაც დაიწყეს. მათ სიყვარულს რომ საზღვარი არ ქონდა, მაშინაც გამოჩნდა, როდესაც შვილებს ქართველის სახელს ართმევდნენ. მაგრამ ეს უაზროდ დიდი სიყვარული ვერ დაინახა და ვერ დააფასა კლუბმა, რომელსაც ქართველმა ყველაფერი მისცა. სერია-ას ერთ-ერთი ყველაზე ზვირადღირებული ფეხბურთელი, სერია-ას ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. ნაპოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ფეხბურთელს კლუბში ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდა. ქართველს, რომელსაც კლუბი 100 მილიონად აფასებს, 100 ჯერ ნაკლებს უხდიდა. დაუფასებლობა, ვფიქრობ, ალბათ ეს არის იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ახლა ნეაპოლში ხდება. რა თქმა უნდა, არის ბევრი გულგატეხილი და ქართველზე გაბრაზებული გულშემატკივარი, რომელიც არც ბრას მალავს და არც სიყვარულს. გულშემატკივრის ნაწილს ისიც კი უკვირს, თუ რატო სურს ქართველს უკეთესი ანაზღაურება. ამიტომ სამწუხაროდ არის შეურაცხყოფებიც, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის ამ ყველაფრის ქართველზე დაბრალება. სწორედ ასე მოიქცა ნაპოლის ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, რომელმაც გუნდში მოსვლის დროს კლუბს ერთ-ერთ მოთხოვნად ქართველის შენარჩუნება წაუყენა. ახლა კი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია და პასუხისმგებლობას კლუბის ნაცვლად ქართველს აკისრებს. ეს არის მწვრთნელი, რომელიც აღიარებს, რომ კვარაცხელია მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ფაქტი იყო, ხშირად არც სრულ სათამაშო დროს აძლევდა და ასევე მის ძირითადში ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ნეაპოლში გუშინ გამოჩეკილი ბრაზილიელის გამო, რომელიც მართალია კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კვარაცხელიასთან შედარებით ნამდვილად ჭიჭვეიშვილია. გულდაწყვეტილი კონტეს მოსმენამდე არ დაგეზაროს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ეს ახლა ამ არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა ხდება კვარაცხელიასთან დაკავშირებით? თავი არასდროს ამირიდებია უხერხული შეკითხვებისთვის. თუ კი რაღაცას ვამბობ, სიმართლეს ვამბობ. ეჯგვარეშია რომ საუბრობთ მნიშვნელოვან მოთამაშეზე. შარშან ზაფხულში კლუბის პრეზიდენტს ვთხოვე გარანტიები გარკვეული მოთამაშეების შენარჩუნებაზე და რა თქმა უნდა ამ ფეხბურთელებს შორის კვარაც იყო. მან გაშვება შარშან ზაფხულშიც მოითხოვა და ამ ხრივის ერთადერთი არ იყო გუნდში. 6 თვის წინ მომიხდა ამ საკვანძო ფეხბურთელების დარწმუნება, რომ დარჩენილიყვნენ ჩვენთან, მაგრამ ზოგიერთებს მაინც სხვა გზით წასვლა სურდათ. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ და დღეს ეს მოთამაშეები კმაყოფილები არიან, რომ დარჩნენ და შემოუერთდნენ ამ პროექტს. პირდაპირ გეტყვით, კვარამ კლუბს გაყიდვა თავად მოსთხოვა. ამის შესახებ ჯერ სხვისგან გავიგე, შემდეგ კი თავად ფეხბურთელმაც დამიდასტურა. მე პირადად დიდ იმედგაცრუებას გვგრძნობ. აქ მასთანაც და სხვებთანაც 6 თვე გავატარე და მინდოდა მას თავი პროექტის ცენტრში ეკრძნო. სურდა მიმხდარიყო, რომ აქ შეიძლებოდა რაღაც მნიშვნელოვანის შექმნა და დათანხმებულიყო კონტრაქტის გაგრძელებას, მაგრამ 6 თვის შემდეგ ისევ იქ დავბრუნდით. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როდესაც ნაბიჯი უკან უნდა გადავდგა, რადგან ვერ შევაკავებ მას, ვისაც დარჩენა არ სურს. ეს მეხის დაწემას გავს. მის შემცვლელზე შეფასება ჯერ არ გაგვიკეთებია, რადგან კვარა დღეისთვის ჯერ ისევ ნაპოლის ფეხბურთელია. ნახოთ რა მოხდება 31 იანვრამდე. სიტუაციას შევაფასებთ, მაგრამ ყველაფერი კლუბის და ფეხბურთელის გადასაწყვეტია. მე რაც უნდა გამეკეთებინა გავაკეთე. უფრო სწორად, ძალიან ბევრიც გავაკეთე. თუ კი ის დარჩება, არ მინდა იფიქროს, რომ აქ მისი ძალით დაბმა მსურდა. ახლა მთავარი ვერონასთან შეხვედრაა და ბუნებრივია ის ვერონასთან შეხვედრაში თამაშისთვის მზად არ არის. ჯაჭვებით ვერავის დავაბავთ. ეს არაპროდუქტიული იქნება. თუ ის დარჩება, უნდა იცოდეს, რომ ეს სიტუაცია მან, მისმა აგენტმა და კლუბმა ვერ მოაგვარეს. მე მასთან საერთო აღარაფერი მაქვს. თუ დარჩება და იფიქრებს, რომ ეს მე ვაიძულე, ერთით ნაკლები ფეხბურთელი მეყოლება. ყველაფერს ნაპოლის სასიკეთოდ ვაკეთებ. მან უნდა იცოდეს, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ხოლო თუ დარჩება 100%-ით დახარჯვა მოუწევს.
როგორც აქამდე აკეთებდა. იანვარი მწვრთნელებისთვის საშინელი თვეა. ბევრი ფეხბურთელი ჩემბუდნებით ხელში დგას და ადვილი არაა მათთვის კონცენტრაციის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, არავის და არაფერს უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენი ყურადღება გაფანდოს. ერთი სული მაქვს იანვრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხუროს. მოკლედ, 99%-ით კონტეც და ნაპოლიც ქართველებისთვის უკვე წარსულია. როგორც ცნობილია, ქართველი ახალ კლუბში გადაბარგებამდე ნაპოლის შემდეგი შეხვედრების განაცხადშიც არ იქნება, რაც გასაკვირი არ არის. კვარა ნაპოლის 103 ჩატარებული შეხვედრით 30 გოლით და 29 საგოლე გადაცემით დატოვებს. რაც შეეხება ახალ კლუბს. არაერთი გრანდის ინტერესის მიუხედავად, დიდი შანსია ქართველი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდეს. როგორც ცნობილია, ქართველმა ფრანგულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ის 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება 9 მილიონი ევრო იქნება. ახლა ის რა დარჩენია ერთმანეთში კლუბები შეთანხმდნენ. ნაპოლი ქართველში 80 მილიონის გარდა სხვა ვარიანტს არ განიხილავს. თუმცა ვნახოთ, სულ მალე ყველაფერი გაიდგება. ახლა განვიხილოთ პარიზში ქართველის როლი. იქ მისი მთავარი კონკურენტი ბარკოლა იქნება, რადგან პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს მარცხენა შემტევის პოზიციაზე სწორედ ის ხავს. ფორვარდის პოზიციაზე ადგილს რამოში იკავებს, თუმცა ვინაიდან ის ბევრ შეხვედრას ტოვებს, შესაძლოა ამ პოზიციაზე სწორედ ბარკოლა დადგეს და მან კვარამ და დემბელემ ხშირად ცვალონ პოზიციები. აქ გეტყვით იმასაც, რომ დიდი ალბათობით პარიზულ კლუბს იანვარშივე დატოვებს ფრანგი ფორვარდი კოლომუანი. ის გადაგვჩენია დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ნებისმიერ შემთხვევაში თვის ბოლომდე ყველაფერი გადაწყდება. იტალიაში კი ქართული ამბები ამით არ მთავრდება. შესაძლოა იანვარში მორიგი კარგი ტრანსფერი ვიხილოთ. ქართული მცველის საბა გოგლიჩიძის შეძენით მილანი დაინტერესდა. როგორც ცნობილია, როსონერის მიზანია, რომ გოგლიჩიძე იანვარშივე გაიფორმოს, რათა კონკურენტებს დაასროს. რის შემდეგაც საბა სეზონის ბოლომდე ემპოლიში დარჩება და მილანს უკვე ზაფხულში შეუერთდება. ემპოლსა და მილანს შორის პირველი მოლაპარაკება უკვე გაიმართა. როგორც ცნობილია, ემპოლი საბას დაახლოებით 15 მილიონად აფასებს. გეტყვით იმასაც, რომ საბათი დაინტერესებულია ივანდოსიც. ნებისმიერ შემთხვევაში საბას ემპოლიში დარჩენის შანსი მინიმალურია. თქვენ დაწერეთ კომენტარებში, სად უფრო ისურვებდით ქართველი მცველის ხილვას. მე კი ახლა მოკლედ გეტყვით ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავ დებიუტზე. ჰაინდენჰაიმის და ბერლინის უნიონის დაპირისპირებაში ქართველი ფორვარდი ძირითადში მოგვევლინა და შეუცვლელად ითამაშა, რაც დამეთანხმებით, რომ იშვიათი შემთხვევაა, რადგან ქართველი გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. ეს შეხვედრა ჰაინდენჰაიმმა 2-0 მოიგო. მეორე გოლი კი ბუდუს კარგ თამაშს მოყვა. 93 წუთზე ბუდუს დარტყმა მეკარემ მოიგერია, თუმცა მისმა თანაგუნდელმა დამატებაზე ყოლას დაასრო და გაიტანა. ეს კი ქართველს საგოლე გადაცემად ჩაუთვალეს. ბუდუს სხვა რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა. ზივზივაძის ამ კარგ დასაწყისზე ჰაინდენჰაიმის მთავარმა მწვრთნელმა ფრანგ შმიდტმაც ისაუბრა. ბუდუმ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რაც განსაკუთრებით იმ მომენტზე უნდა ითქვას, როცა მეტოქეს ფეხბურთელი გაუწევეს. გაძევების მომენტამდე ბუდუმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. არ ვიცი ადრე მეორე სართულზე რამდენჯერ ვიგებდით ბურთს, მაგრამ ბუდუმ მეორე სართულზე კარგად მოქმედებს და თანაგუნდელებს კარგ შანსს უქმნის. ბუდუს გუნდში ინტეგრირება კიდევ უფრო უკეთ მოხდება, ვიდრე დღეს ვნახეთ. ის შრომელი და მებრძოლია. არასდროს ყვაყმანობს, როცა გოლის გატანის შანსს იღებს. ბუდუს დახმარებით ჰაინდენჰაიმმა 10 შეხვედრიანი მოუგებელი სერია დაამთავრა. 13 ქულა დააგროვა და კვლავ გასავარდ ზონაში მე-16 ადგილზე დარჩა. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს ბერდერის წინააღმდეგ გამართავს. 5 კვირიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ტრადიციულად გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო 4 სეივით. შეიძლებოდა ის კვლავ შეხვედრის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მესამე დამატებულ წუთზე შეცდომა დაუშვა. მეტოქის დარტყმული ისე მოიგერია, რომ ბურთი კარში აღმოჩნდა. შედეგად სევილიამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1-1 დამთავრდა. შეხვედრის შემდეგ ქართველის შეცდომას ყველა აღნიშნავდა, თუმცა ამავდროულად მხარდაჭერას უცხადებდნენ და ამბობდნენ, რომ ქართველმა ვალენსია გაშვებულ გოლს უფრო მეტჯერ გადაარჩინა, ვიდრე შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, რომ ვალენსიას 13 ქულა აქვს და ბოლო მე-20 ადგილზეა. 18 იანვარს კი რეალ სოსიედადს უმასპინძლებენ. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ ლიგა 1-ის მე-17 ტურში მიქაუტაძის ლიონი ბრესტს ესტუმრა და 1-2 დამარცხდა. ქართველი ამ შეხვედრაში 76 წუთზე ჩაერთო. დარჩენილ მცირე დროში კი ბურთს მხოლოდ 3-ჯერ შეეხო და შესაბამისად გუნდის დახმარებაც ვერ შეძლო. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასზე 15 იანვარს ბურგუენის წინააღმდეგ გამართავს. ბოლოს, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.